მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი, ვაგრძელებთ ვიდეო გაკვეთილებს. ამ ვიდეოში შევეხები Arduino Python-ის კურსს. ვინც დამატებული იყავით ამ კურსზე, წვდომის პრობლემა შეგექმნებოდა. ამიტომ მე შევქმნი ახალი კლასრუმი, შეგიძლიათ დაემატოთ ამ კლასრუმიდან ისევ ამ კურსს, Arduino Python-ის კურსს და გააგრძელოთ ისევ იმ სავარჯიშოდან, სადაც იყავით გაჩერებული. ან თუ ვინმეს ახლა გინდათ Arduino Python-ის კურსის დაწყება, შეგიძლიათ დაემატოთ ამ კლასრუმს და შემდეგ გაიაროთ კურსი. მოკლედ, ჯერ შევდივართ, რა თქმა უნდა, Gmail-ზე, შემდეგ შევდივართ Classroom-ზე, Google Classroom-ზე, Gmail-ით, შემდეგ დავაწყაპნებთ აქ პლუს, შემდეგ დავაჭერთ კლასში შეერთება და აი აქ კლას კოდს ჩავწერთ. აი ეს კლას კოდი ახლა მე რასაც ჩავწერ, ზუსტად ეს კლას კოდი უნდა ჩაწეროთ თქვენ. აი გამოვაჩენ, გავადიდებ ახლა აი ეს კლას კოდი უნდა ჩაწეროთ თქვენ, შემდეგ დავაწყაპუნებთ შეერთებას. და ამის შემდეგ უკვე აი აქ Arduino Python-ის კურსი კლასრუმში დამატებული იქნებით, გადახვალთ უკვე CodeHS პლატფორმაზე. შემდეგ CodeHS პლატფორმაზე გადადიხართ, login-ს დააჭერთ, login with Google და შედიხართ აქ. როდესაც გაივლით თქვენ აი აქ კლასრუმში კოდს ჩაწერთ, ანუ კლას კოდს ჩაწერთ, ანუ კლასრუმზე როდესაც დაჯოინდებით, ამის შემდეგ მე აუცილებლად უნდა გამაგებინოთ რაიმე საშუალებით, ან უნდა დააკომენტაროთ, ან მომწეროთ, TikTok იქნება, ეს YouTube იქნება, Classroom იქნება, თუ სადაც გნებავთ და შემდეგ მე ჩემს ანგარიშში შევალ და დავსინქავ, ახლა მეორე კომპიუტერზე დავსინქავ ამას, sync და აი აქ, როდესაც დავარეფრეშებ, ესეთ უნდა გამოჩნდეს. ნახეთ აქ teacher და student რომ არის, ეს არ გექნებათ, მარტო სტუდენტი იქნება თქვენთან. აი აქ გამოჩნდება ეს კურსი. Arduino Python-ის კურსზე რომ დავაწყაპუნოთ აქ, ეს ძველი კურსი იყო და ვერ შევდივართ, ამიტომ შევქმნით ახალი კლასრუმი და დავაწყაპუნეთ აი აქ Arduino Python-ი ვიდეოები 2 დავაწერთ. შეგიძლიათ შეხვიდეთ და გააგრძელოთ იქედან სავარჯიშოები, სადაც იყავით გაჩერებული. აი ჩვენ ვიყავით გაჩერებული 1/17 სავარჯიშოზე. აი აქ და აქედან გავაგრძელებთ ახლა ვიდეოების ჩაწერას.